გავისწორეთ თმა. დავიწყეთ. გამარჯობა. ახლა ვიმყოფები პირველ ნაბიჯში. ეს არის ორგანიზაცია თავისი დიდი ისტორიით. განსაკუთრებით ღირებულია ამ ორგანიზაციის დაარსების მოტივი. კასპიის ბავშვთა სასახლის საჭიროების მქონე ბავშვების გადასარჩენად დაფუძნდა 1998 წელს და ამ პერიოდიდან დღემდე აგროვებს გამოცდილებებს, მუდმივად იზრდება და ვითარდება. რაც შეეხება დღევანდელ მიზანს, ქცევის და აკადემიური თერაპიების გაგაცნობთ ამავე მიმართულების სუპერვიზორები, პირველი ნაბიჯის წარმომადგენლები. მადლობა მათ სტუმრობისთვის. რა თქმა უნდა, სხვა პროგრამებსაც გაგაცნობთ ეტაპობრივად და გაგიზიარებთ მსგავს ჩანაწერებს. ეხლა ჩემს ადგილს დავუთმობ სტუმრებს. მოგესალმებით, დღეს მინდა მოგიყვეთ აკადემიური უნარების თერაპიის შესახებ. ეს არის პროცესი, რომელიც ეხმარება ბავშვებს და მოსწავლეებს ისწავლონ უფრო მარტივად, უფრო მშვიდად საკუთარი შესაძლებლობების გამოყენებით. ძალიან ხშირად აკადემიური უნარების თერაპია მუშაობს ბავშვებთან, რომლებსაც აქვთ ADHD, დისლექსია, აუტიზმი ან სხვა ტიპის განვითარების სირთულეები. აკადემიური უნარების თერაპია იწყება 5 წლიდან, 5 წლის ასაკში, ანუ სკოლამდელ ასაკში. აკადემიური უნარების თერაპია მუშაობს სასკოლო მზაობაზე, ხოლო შემდეგ ასაკში, სკოლის დაწყებიდან, აკადემიური უნარების თერაპია უკვე მუშაობს კონკრეტული სწავლის სირთულეებთან. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ აკადემიური უნარების თერაპია ანიშნავს დამატებით მეცადინეობას. პირიქით, ეს არის ინდივიდუალური მიდგომა, რომელიც ბავშვს ეხმარება საჭიროებისამებრ სწავლისადმი სხვადასხვა უნარების მხარდაჭერასა და განვითარებაში. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ აკადემიური უნარები იყოფა ორ ნაწილად. აკადემიური უნარების თერაპია მუშაობს როგორც კოგნიტიური უნარების გაუმჯობესებაზე, ასე აკადემიური უნარების გაუმჯობესებაზე. როდესაც მუშაობთ კოგნიტურ უნარებზე, ვასწავლით, როგორ შეინარჩუნოს ბავშვმა ყურადღება და ფოკუსი, ვარჯიშობთ მეხსიერების გასაუმჯობესებლად, ვსდით ლოგიკურ და კრიტიკულ აზროვნებას, ვეხმარებით აღქმაში, დეტალებზე და კონცენტრაციაში და აზროვნების მოქნილობაში. ხშირად ეს ყველაფერი ხდება თამაშის ფორმით, ის რომ ბავშვს თვითონაც სიამოვნებს პროცესი და არც კი ამჩნევს, როგორ ვითარდება ამ დროს. შემდეგი მიმართულება არის აკადემიური უნარები. აქ უკვე უშუალოდ სწავლის პროცესზე მუშაობთ თერაპევტები, რაც მოიცავს იმას, თუ როგორ წავიკითხოთ ტექსტი, როგორ გავიგოთ შინაარსი, ასევე როგორ გადმოვცეთ წერილობითად აზრი, ხო, წერის ნაწილის განვითარება, ასევე მუშაობთ მათემატიკური უნარების გაუმჯობესებაზე. ბევრ ბავშვს ნამდვილში არც აქვს პრობლემა სწავლაში, უბრალოდ არ იცის როგორ ისწავლოს. და სწორედ ამას ვასწავლით, პოულობთ იმ სტრატეგიას, რომელიც კონკრეტულად მისთვის მუშაობს. თერაპიის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი არის ემოციური მხარეც, როცა ბავშვი ხედავს, რომ რაღაც გამოსდის, თუნდაც სულ პატარა პროგრესი, ის იძენს თავდაჯერებას, ემატება мотивация და სწავლა მისთვის აღარ არის სტრესული. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ ყოველი წარმატება აღვნიშნოთ, ეს ქმნის პოზიტიურ გამოცდილებას და აჩენს სურვილს, რომ ბავშვმა გააგრძელოს განვითარება. ხშირად პროცესში მშობლებიც ერთვებიან ხოლმე, რადგან ოჯახური მხარდაჭერა ყველაზე კარგად ამყარებს შედეგს. აკადემიური უნარების თერაპია მხოლოდ ცოდნის გაღრმავება არ არის, ეს არის გზა, რომელიც ეხმარება ბავშვებს გააცნობიეროს თავისი შესაძლებლობები, იპოვოს სწავლისთვის შესაფერისი გზები და თანდათან გახდეს უფრო და უფრო დამოუკიდებელი და თავდაჭერებული. საბოლოოდ მინდა ვთქვა, რომ როცა ბავშვს ვაძლევთ სწორ ინსტრუქციას და ვართ მხარდაჭერები, შედეგები ხშირად ბევრად აღემატება ხოლმე მოლოდინს. ბავშვები იწყებენ არა მხოლოდ უკეთესად სწავლას, არამედ სიამოვნებით სწავლას. ძალიან მნიშვნელოვანი თერაპია, რომელიც შეუძლიათ პირველ ნაბიჯში მიიღონ ბენეფიციარებმა, არის ქცევითი თერაპია. ეს მიდგომა ერთ-ერთი პირველი რიგის თერაპია აუტიზმის მქონე ბავშვების შემთხვევაში და ძალიან წარმატებით გამოიყენება ახალი დეფიციტური ქცევების დასწავლაში და არასასურველი ქცევების ჩაქრობაში.
ქცევითი თერაპია ემყარება უფრო ფართო თეორიულ ჩარჩოს, როგორიცაა ქცევითი მეცნიერება, ბიჰევიორიზმი და ეს მიდგომა მე-20 საუკუნეში შემოვიდა ფსიქოლოგიაში და მიზნად ისახავდა, რომ ფსიქოლოგია გადაიყვანა უფრო მეტად სამეცნიერო სფეროში, ხო? დაკვირვება მომხდარიყო ისეთ კონსტრუქტებზე, რომელიც გარემოში ვლინდება, დაკვირვებადია, დათვლადია და შესაბამისად შესაძლებელი გამხდარიყო კვლევების ჩატარება. ბიჰევიორიზმის მნიშვნელოვანი განშტოება არის ქცევის გამოყენებითი ანალიზი, რომელსაც ქცევითი თერაპია ეყრდნობა. ქცევის გამოყენებითი ანალიზის ახლშივე ჩანს, რომ გულისხმობს იმას, რომ ეს მიდგომები რეალურ ცხოვრებაში ვიყენებთ და გვადგება. ის დაასწავლის ინდივიდს, ეხმარება, რომ აითვისოს ის ქცევები, რომელიც მისთვის დეფიციტურია, ხელს უშლის სოციალურ გარემოში და სხვა კონტექსტში მის ჩართულობას და აუმჯობესებს ადამიანის ცხოვრების ხარისხს. როგორც უკვე ვისაუბრეთ, ქცევის გამოყენებითი ანალიზი საკმაოდ ფართო სფეროა, ბევრი სხვადასხვა მიმართულებით გამოიყენება, ყველა იმ მიმართულებით, სადაც ახალი ქცევების დასწავლასთან ან არასასურველი ქცევების ჩაქრობასთან გვაქვს საქმე, ხო? მაგალითად, ძალიან აქტიურად გამოიყენება განათლების სისტემაში, ეს ქულების სისტემა, რომელიც მოსწავლეს წაახალისებს, რომ მეტად ჩაერთოს საგაკვეთილო პროცესში, იმეცადინოს ისწავლოს. ასევე გამოიყენება მარკეტინგში, ხო, როცა ხდება რაღაც თანამშრომლობის წახალისება, PR-ში, სარეკლამო ბიზნესში და ბევრი სხვადასხვა მიმართულებით. ყველგან, მოკლედ, სადაც რაღაცა ახალი ქცევების ათვისებასთან გვაქვს საქმე. ეს ერთი შეხედვით თითქოს მარტივი შეკითხვაა, მაგრამ ხშირად უფრო ისეთ კონკრეტულ განმარტებას მოითხოვს ხოლმე, ხო? ქცევა არის ნებისმიერი ის ქმედება, რომელსაც ორგანიზმი ავლენს გარემოში და ამ ორგანიზმის რაღაცა გარკვეული ნაწილების მოძრაობას გულისხმობს, ხო, რომელიც შეიძლება სხვა ადამიანის მხრიდან იყოს დაკვირვებადი. ასევე ქცევად ითვლება ფიქრიც მათ შორის, რადგან ერთ ადამიანს, თვითონ იმ ადამიანს, რომელსაც გააჩნია ეს ფიქრები, შეუძლია რომ დააკვირდეს მას. თითქოს ერთ შეხედვით ფიქრი არ უნდა იყოს ქცევა, მაგრამ ფიქრით შეიძლება განვიხილოთ ქცევის ჭრილში, რადგან არის დაკვირვებადი, გაზომვადი და შეგვიძლია ავღწეროთ, ხო, რას მოიცავს ეს ჩვენი ფიქრები, ან რამდენხანს გრძელდებოდა მაგალითად. რადგან ქცევის განმარტება უკვე გავაკეთე, ახლა ვეცდები, რომ ეს ქცევის განმარტება ჩვენ თერაპიულ კონტექსტში ჩავსვათ. ხო, ხშირად განვითარების სირთულეების მქონე ბავშვებთან და არა მხოლოდ მათთან გვხვდება გარკვეული ქცევითი დეფიციტები, ხო? არ მაქვს რაღაც ქცევა, რომელიც უნდა მქონდეს. მაგალითად, სოციალური უნარების დეფიციტები. ბავშვი შემოდის ოთახში და არ ამბობს გამარჯვებას, ხო? მისი მხრიდან ეს ქცევა არის დეფიციტური, შესაბამისად საჭიროებს, რომ იმ კონტექსტში ისწავლოს ამ ქცევის გამოვლენა. ქცევითი თერაპია სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს, შესაბამის ადგილას და შესაბამის დროს ასწავლის იმ ქცევას, რომელიც იქ უნდა ხორციელდებოდეს. ამ ქცევის სწავლა შემდგომ უკვე ინდივიდს უკვალავს გზას სოციალურ გარემოში, მის ჩართულობას უზრუნველყოფს ამ კონტექსტში და საბოლოო ჯამში მის სოციალიზაციას განაპირობებს. ქცევითი თერაპია, როგორც ვთქვით, არის გამოყენებითი ტიპის თერაპია და შეიძლება წარიმართოს რეალურად ნებისმიერ გარემოში, სადაც ინდივიდი ფუნქციონირებს, იმ გარემოში საჭირო ქცევების დასწავლა მოხდეს კონკრეტულ კონტექსტში, თუმცა ცენტრის ფარგლებში თერაპიები ტარდება ინდივიდუალურად, თერაპიული ოთახის სივრცეში, სადაც ხდება იმ დეფიციტური უნარების გამოყოფა, რომელიც ინდივიდისთვის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, რომელიც გზას გაუხსნის სხვა უნარებს შემდგომ სხვა უნარების და ქცევების დასწავლას და ხდება თერაპიულ სივრცეში 50 წუთიანი სესიის განმავლობაში ამ თერაპიის ჩატარება. ასევე ცენტრის სივრცეში გვაქვს სხვადასხვა ფუნქციური სივრცეები, სადაც ხდება ფუნქციური და დამოუკიდებელი ქცევების სწავლება ბავშვებისთვის. გვაქვს ეზო, სადაც ხდება რეკრეაციული უნარების განვითარება, მოტორული უნარების განვითარება და ვცდილობთ ხოლმე, რომ მაქსიმალურად ბუნებრივ გარემოს მივამსგავსოთ ცენტრის სივრცე.